კირჩხიბებისთვის ეს არის მე-12 სახლი ზოდიაქოდი კირჩხიბებისთვის, ან ვისაც ნათალურ რუკაში მე-12 სახლში მისდით ურანი, ეს არის ინსაიტები, აი უცებ რო გამინათდება გონება, ის რაც დაფარული იყო, ის რაც არ ჩანდა, უცებ ამოტივტივდა. ვიღაცისთვის იქნება ეს ნეგატიური, ვიღაცისთვის ეს იქნება ძალიან პოზიტიური, ვიღაცა წავა თავის შინაგან სამყაროსთან კონტაქტზე და სიზმრები გააქტიურდება მე-12 სახლი ჩვენთან განსაკუთრებით სიზმრები არის. ვიღაცისთვის იქნება ეს სიზმრები როგორც არაცნობიერის წმენდვა, იმიტომ რომ ურანმა იცის ყველაფრის გაწმენდვა, რაც აი ბავშვობაში მქონდა რაღაც ტრავმა, რომელიც არც მახსოვს, დაფარული არის ჩემ არაცნობიერში, მე-12 სახლი არაცნობიერი არის და ურანი ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ამას თითქოს გაწმენს. იქნება ეს ტრავმის სახით, სიზმრების სახით, იქნება ეს გაცნობიერების კუთხით, ამოვა ზედაპირზე ის მოულოდნელად, რაც არ ჩანდა ძალიან დიდხანს. და შეიძლება დაატრიგეროს ზოგიერთ კირჩხიბში, აი ეს ფსიქოლოგიური შიშები, რაც იყო და ვერც ხედავთ. არაცნობიერი და ნამოიტანოს შიშები ადამიანმა, რაღაცა მოხდეს სიტუაცია, რომელიც გაახსენებს რაღაც ღრმა წარსულს, ან ბედი ღბალთან შეახვედრებს, ხო? ბედი ჩვენთან მე-12 სახლი არის და აი ეს როგორ მიდის ჩემი ბედი, შეიძლება ძალიან სულიერი კუთხით ზოგისთვის გააქტიურდეს ძალიან. ზოგი შეიძლება შინაგან სამყაროში განცდა იყოს, რომ ჩავიკეტე, მარტოობაში ჩავიკეტე ზოგიერთი კირჩხიბი, ოღონდ ეს ფიზიკურ ჩაკეტვას არ აჩვენებს, ხო? აი შიდა პროცესები წავა, გაწმენდვის პროცესები წავა. ახლა ვინც უფრო ეზოთერულ სფეროში არის, შეიძლება მედიტაციური პრაქტიკები უფრო გააქტიუროს, სულიერი პრაქტიკები გააქტიუროს, იმიტომ რომ ურანს უნდა აქ სიახლის და თავისუფლების შემოტანა. თუ არის ძველი ინტროექტები ან ძველი ტრავმები ჩვენში შენახული არაცნობიერში, მოითხოვს ის ამ ყველაფრის გაწმენდვას. ეხლა ფიზიკურ დონეზე აი ჩვეულებრივი რიგითი კირჩხიბისთვის როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს, ხო? საერთოდ ფარული მტრები არის ჩვენთან მე-12 სახლი. ფარული მტერი ხა ეს ძველი გაგება არის ასტროლოგიის და ვის შეიძლება ყავდეს ფარული მტერი. აი რაღაცა ის რაც ჩვენს უკან ფარულად მიდიოდა, იქნება ეს ჯანმრთელობის პრობლემა, იქნება ეს გარემოში რაღაც ტოქსიკური დაგროვილი, უცებ შეიძლება გამოვიდეს ზედაპირზე. საიდუმლოებები არის მე-12 სახლი და უცებ რაღაც ისეთ საიდუმლო ამოხსნა. აი ვიღაცა ჩუმა ჩემზე ლაპარაკობდა და უცებ გავიგე, მაგალითად, ხო? ვიღაცა ფარულად მეხმარებოდა და ის გავიგეს, ხო, არ არის მარტო მტრები, ფარული დახმარება არის. აქ როგორც შემოდის ნათელი ძალები, სულიერი ენერგიები, როგორც ფარული დახმარება, წინაპრების კარგი საქმეები